ჩემმა ქმარმა მომიყვანა სასროლეთში და მიპირებს რომ მასროლინოს თოფი და აი არ ვიცი ეს არის ჩემი სუსტი წერტილი ყველაზე მეტად მიშინი ამ ყველაფრის თოფი იარაღი ჩემგან არის ძალიან შორს და არასდროს არ მჭერია ხელში არასდროს არ მჭერია და აი ძალიან მეშინი აი მე რა ვქნა და ეს მე უნდა ვქნა არ არსებული ვარიანტია ანუ ალბათ ეს იქნება ის რასაც ვერ შევძლებ ვერ ვიზავნო აი მეშინი აი უღურან შეხედა ვარჯიშობენ ხო თავშივი კარგი გასროლა იყო აი გასროლა იყო მაგრამ ხო არ ვიცი მართლა არ ვიცი ნახოთ აბა ეხა უნდა შევხვდეთ და ალბათ არ ვიცი ისევ ნერვიულობ რომ სიტყვებს ვერ ვალაგებ და მოდი ნუ გამიხეთ გამანებით გამარჯობა როგორ ბრძანდებით მადლობთ ჩემმა მეუღლემ ჩამაგდო ესეთ საოცარ დღეში და რა არ ვიცი რა მეშველება არ ვიცი იმიტომ რომ კი თქვი უკვე ვიდეოში რომ ძალიან მეშინი ამ ყველაფრის მაგრამ არ ვიცი თქვენი იმედი მაქვს ჩემი იმედი ძალიან სასიამოვნოა სად მოვედით პირველ რიგში ეგ გითხარით სასტედო სროლის კომპლექსი არის საქართველოს სასტედო სროლის კომპლექსი ეხა აღებებული მიბრძანდებით ეხა თქვენ გასაგებია მაგრამ რომ მიბრძანდებით მე სასრულად მე ყველაფერს გაჩვენებთ და გასწავლეთ ყველაფერი დაალაგდება აღებებას დაალაგდება და ყველაფერი დილიდან ისეთ ეიფორიაში ვარ რომ აი ვერაფერს ვერსად ვერ ვაგნებდი იმიტომ რომ აი ესეთ ფორს მაჟორში მაგდებს ხოლმე განუწყვეტლივ ეს ადამიანი და არ ვიცი ძალიან მეშინია დარწმუნებული ძალიან კარგია ნახოთ თავისებური ადრენალინი გამოყოფს ამას თუ გაარწყავთებს თუ საერთოდ რთულია ხო ალბათ ძალიან არც ისე თავარია სწორად გააკეთო ყველა წავიდეთ საოცრად ვღელა აი საერთოდ არაფერი არ ვიცი ხა ამის შესახებ მიშინია კიდევაც და არ ვიცი აი მართლა ვერ ხვდები ახლა გავუმკლავდები თუ არა ამ ყველაფერს გავუმკლავდი თავარია სწორად მომისმინო და ყველაფერი გამოგივა შევეცდები იმდენად ეიფორიაში ვარ ახლა ცოტა რაღაცებს ვისხლი და აი იმიტომაც ვიძახი რომ თოფთან პირველი მეყურება ის არის რომ უსაფრთხოება უნდა უსაფრთხოება რა თქმა უნდა ეს აუცილებლად უსაფრთხოება თუ არ დავითარეთ აზრი არა არანაირ სპორტს არანაირ სროლას არაფერს პირველ რიგში უსაფრთხოება ყოველთვის თოფი უნდა იყოს დამცავზე თუ დაკეტილი თოფია თუ გასტილია შესაბამისად აქ აღარაფერი აღარ უნდა იყოს გასტილი თოფი თავისთავად ხადია მოტრიალება არ შეიძლება ადამიანის მიმართ ჩვეულებრივად ხუბრობითაც კი არ შეიძლება ეხლა რა შეიძლება შემოგონა დგომს პირველ რიგში საერთოდ სროლას რო ვიწყებთ დგომიდან მარცხენა ფეხი გავწიოთ წინ ხო აი ესე თოფს ვიღებ ხალთან კარგად მიიდე ანუ ამას რადგანაც უკუ ხო და უნდა მიიდო ხალთან კარგად არა მომიგდებს არა აი სახე უნდა მიადო პროსტა მიადე სახე დავალება როგორია უყურე შენი თვალი უყურებს აი ამას წითელს ხარეს წითელს შესაბამისად შენი ყურება არის მარტო ამაზე და ვიზუალში ხედავ იმ თეფს ხო ანუ წარმოიდგინე და აი სადაც თეფში მიდის ხო აი მესედეთი წამით გაჩვენო როგორი ამბავია აი თეფში რო გაფრინდება ხო აი ამას უყურებ აი ესე ხო გაფრინდება თეფში და შენი დავალება არის ცოტა ქვევით დაუბიზნო ცოტა ქვემოთ თელები უკვე მიკანკალებს ნახე დავისვენოთ ძირითადი ამბავის როლის რა დამიზნება ვიზუალში თეფზე ყურება როგორც ასეთი მხარზე კარგად მიდება იმიტომ რომ ამან უნდა დაიჭიროს ხო კი ბატონო უნდა მიეყნო კარგად რა მარცხენა ხელით აი თვითონ მარცხენა ხელით აი დაიჭირე მარცხენა ხელით აი ამას კარგად მიეყნე მე თვითონ მივაჭირო შეთით ამ ხელით მარცხენა ხო ანუ შენზე უნდა იყოს თოფი მომჯდარი როგორც ასეთი ანუ შენი სხეულის ნაწილია რა ანუ ნაწილია ჩვეულებრივ ეს წარმოიდგინე რომ ეს შენი სხეული ძალიან ნაწილია იმიხდი ხო მივხვდი კი ანუ დაულება გაქვს ეგეთი უყურებ აი ამ წინა მხარეს შესაბამისად როგორც წეგან აგიხსენდი რომ თეფში რო ფრინდება ცოტა ოდნავ ქვემოთ უნდა დაუმიზნო გასულა მოხდეს შეგიძლია გაიკეთო ეს უყურებზე ნუღელაო მართლა ნუღელაო ხმა ხო გაიგე რაც არის ეხა ცოტა ცუდად მესმი არა უშავს ამას მე ვიცი როდის გამოვარდება შენ რომ ეტყვი მზად ვარ
გამიგე? სიტყვა შეგიძლია. ნებისმიერ რაც შენ მოგიხერხდება რა. მიშველეთ მიშელეთ არ გინდა. დაი. სიმყარე დაიჭირე როგორ ამბავშიც. ნახე, მაგო უყურე, აი დგომის. მათხოვეთ წამით. აი დადექი? აჰა ამ ყარად ყარად, ხო და წინ მიიწე მე თურთან ერთად. აი ეხლა თოფს მოგცემ. всё? ზატა ხარ? თუ გინდა პირველად დაგეხმარო. მინდა მაშინ უნდა დავიჭიროთ. ვერ მიჭ კნოპკას დააჭირე, აი ამას დააჭირე ერთხელ. მოიმზადე? დაი. ვიდე? აუ აი სიკუსო. რა ხდება? ცდათავარ მაგრამ ძირითადი მაგარია ხო აი ადრენალინი. თქვენი იმედი მქონდა და უფრო წყნარად ვიყავი შენ არც როღა ქონდა მიდებული. არ მქონდა. ხო, ეხლა უნდა მიავადოთ როღა, რომ გავარწყათ. არც ერთი თვალი არ მქონდა დახუჭული არაფერს არ ვაკა და კი დავინახე რომ მიფრინავდა მაგრამ უბრალოდ იმას ვქენი კი თავარია ხმა ხო გავიგეთ. ხმა გავიგე ეხლა ესეც მთავარი არა. ძენი რა ხდება ეხლა თავარი არა. ეხლა ამ გზნობაში, რაც წეგან ვიგზენით, ხო, ხმის ამბავი. არ უნდა ვიფიქროთ. რატო არ უნდა ვიფიქროთ ხმაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თემში გამოვარდება და მე უნდა დავაჭირო და ხმის ლოდინში შეიძლება სხვა რაღაცა გავაკეთოთ. შესაბამისად, შენც როგორცაც ეთით, ხო გახარ. ხმას არ უნდა იძახი დაი და პირდაპირ კანკალებში ან აი გრძნობ რომ ყველაფერი მიცახ ადრენალინი. საოცრება მოდი აბა, ეხლა მეორე გასვლა გავაკეთოთ. არა ჩვეულებრივი გოგო. აი ესეთ გახარ. მოემზადე. ნუ ჩქარობ ჯერ, მოემზადე. ცოტა ოდამ ზევითაცია თოფი. აბა გამოუშვი. არა ისინი კარგი იყო, მაგრამ ეხლა შეხარ დასწრებაზე. ხმის გაგონებაზე ხარ. შეიძლება დაინახე რომ თებში გამოვარდა და პროსტა გამოკარიდა. ხო, აი მაგას ვშვები. მარცხენა ხელით არ მიეცი. მიმართულება ხო უნდა მისცე არა სადმინ შეიძლება ზევით აგიფრინდა. ეგრე მალე ვერ ვიღებ უცბად გადაწყვეტილებას, რომ კი ვხედავ, მაგრამ ჩემი ტვინი ერთდროულად ვერ შვება, რას იცით, რომ ეს დაუმიზნო იმას. ზურაბ, მე მგონი მაკუნამ ვერ ხვდება ერთ ამას გონია რომ ძალიან ცოტა დრო აქვს. ხო არა აქვს დრო გაქვს. ხო დრო გაქვს. მე მგონია რომ არ არის დრო და ხო დაახლოებით დრო გაქვს. წამნახევარი მინიმუმ გაქვს იმისთვის რომ დაუმიზნო. რამდენი დრო მქონია კაცო? წამნახევარი 2 წამი გაქვს რა, მაქსიმუმ 2 წამი გაქვს, ხო ელემენტ დაუმიზნო და სასწრაფოდ დაამუშავა. ხო და აი ხლა რომ იკანკალებს ყველაფერი, მაგ შემთხვევაში რანაირად შეიძლება რომ თუ გინდა გავარყა? დავშვიდოთ, ჯერ და მე გავისწავლოთ. თუ ერთი გასვლა გავაკეთოთ და მე არა, აი ოდნავ დავუმშვიდეთ, რომ ეს ყველაფერი მიკანკალებს. არ მართლა ვცახცახებ ყველანაირად, იმიტომ რომ იარაღი მიჭირავს სრულიად პირველად. ჯერ ვერ ხვდები რა, რასთან მაქვს საქმე. ემოციებში ვარ, ზღვა ემოციებში. ჩემი კანკალი შემცირდა ცოტა ამოვისუნთქე. მოდი აბა ახლა შენ თვითონ სცადე. შენ თვითონ სცადე, მე არ გეხმარები. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. ყველაფერს მარტო ვაკეთებ, ხო? ყველაფერს მარტო. კარგად დადექი, ლოყა მიადე. უყურებ ამას, კაია? გავდივარ მე. მოემზადე. ამოისუნთქე. დაი. დიდი. არა. ოდნავ ზემოთავწიე. ოდნავ ზემოთავწიე. აუ, აი, ეხლა რა გავქნა? ეხლა ხო კი, ეხლა ისე აღარ კანკალებ და ეხლა უკვე მომწყო. ხო, აი, მაგას ვიძახი, რომ უკვე გაიარა, ამ ადრენალინმა ჩაიარა და უკვე გინდა რომ გაარდყა. დაი. არა. იყო ეგრევე სროლა. ეგრევე სროლა იყო, თებს უყურებ. მიმართულება მიეცი ხელით, მარცხენა ხელით. აბა კიდე ერთხელ სინჯოთ. დაი. ზემოთი. კარგი იყო, ისევ კარგი იყო, მაგრამ პროსტა ცოტა უნდა დამეწია. დაგეწია რა ცოტა, უნდა დაწია რა. ხო, ну აი, ვერ ვათავსებ თითქოს ამ ფიქრებს, აზრებს და იმ ყველაფერს ერთმანეთთან. ხო და ეცადე ეხლა რომ ცოტა უნდა თოფი დაწიო. და დროულად გაისროლო. შორს არ გაუშვა თებში. ეხა შორს იყო, ხო ცოტა? შორს იყო ცოტა, ხო. დაი. ეხა ცოტა ქროვითი, ხო. ცოტა ქროვითი. არა უშავო დაისვენე ცოტა ხანი.
სროლით ვისური, მაგრამ ჯერჯერობით ვერ გავარტყი. მაგრამ თუ ვერ გავარტყი, ეგეც არ არის ხო? პირველად ვარ და ეგეც არ არის პრობლემა, ხო? რთულია, პირველად. თავარია რომ ვისწავლე კი არა და რა ვიცი, ვისური. არაფერი გთქიო. არა. და რაღაცას გიმზადე. ვაიმე რაღაც. აი ესეთი დავალება გაქვს ახლა შენ? თებში არ მოძრაობს? თებში არ მოძრაობს? და მაგას უნდა გავარტყათ? ეხლა სტაციონარულში უნდა ვისროლო, იმიტომ რომ იმას ვერ გავარტყი ჯერჯერობით და აბა ვნახოთ აკრას ვიზავ. არა ჩვეულებრივი. აღარა. გავარტყი. აი ესეთი ამბავია ზუსტად როცა მიფრენავს თებს. ხო, მაგრამ აქ უამრავი დრო მქონდა იმისთვის, რომ მეფიქრა, გამეზომა, ამეწონა. ეხლა არ გინდა ფიქრი. ეხლა პროტო დააჭირე. დავარია მიმართულება მიეცი. ვაიმე. დაი. არა. აი იჩქარე ეხლა. იჩქარე? ხო, ცოტა იჩქარე. არა უშავს. თავარია რომ იმას ხო გავარტყი ერთხელ და ორიან სხვა არ დამიწერ თუ არ გავარტყი. არა, არ დაგიწერ. მართლა არ დაგიწერ. მართლა არ დაგიწერ. აუ ძალიან საოცარი შეგრძნება. დაი. მიდი. აი, ცოტა. დაი. მიდი. ცოტა დაგე. ცოტა ავაცილე. ცოტა ავაცილე. კაი გოგო ხარ. მაინც კაი გოგო ვარ. კაი გოგო ხარ. იარაღი რო ხელში არ გჭერია ხა როგორია? რთულია. ხო. აი ხა მეორეთ, მესამეთ რომ მოხოლ უკვე აი ეს ყველაფერი რო უკვე გავლილი გაქვს. ხო, უკვე რაღაცები იცი. უკვე დარტყმა რო არის ეს ყველაფერი იცი, ხმაც იცი როგორი არა, უკვე სხვანაირი სროლა წაგევა. და უცილოდ გაარტყავ საომოლოდ. მე მგონი მე აქ კიდე მოვა. მოგძადით. დედა ესე იგი ჩემი შიში არა ადრენალინია მაგარი ადრენალინია. საოცარი. მას რო გავარტყი, მაინც მაქვს ეს რაღაცა თვითკმაყოფილების შეგრძნება. ნუ თავისთავად. ხო. თავისთავად. შენ წარმოვიდგინე ფინანსის ხო, ეგ საერთოდ. ეს სხვანაირი თემა. ალბათ ვეღარ დავაყდებოდი. ესე იგი ზღვა ემოციებით გამოვედი, მეგობრებო, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ესეთი ემოციური თუ იქნებოდა ეს ყველაფერი და ესე თუ მომეწონებოდა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი საქართველოს სროლის ფედერაციას, რომ აი ესეთი შესაძლებლობა მომცა და გიგუ, შენც მადლობა, რომ ესეთი გამოწვევის წინაშე. მართალია, ამ ეტაპზე ვერ გავარტყი, მაგრამ არც ეგ არ არის პრობლემა, იმიტომ რომ მე აქ უეჭველი დავბრუნდები კიდე ერთხელ. დიდი მადლობა ზურა მიმინოშვილს, რომ მომცა აი ამის ყველაფრის შესაძლებლობა და მეგობრებო, მე მგონია, რომ ყველა თქვენთაგანმა ერთხელ მაინც ცხოვრებაში უნდა ცადოთ ეს და ეს ადრენალინი. სამი ვაზნა მაინც უნდა გაისროლა. სამი ცხოვრებაში ხე უნდა დარგოშვილი გააჩინა და სამი ვაზნა გაისროლა. სახლი ამოაგდეს. აი, სახლიც. სახლიც. თქვენ კიდე უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, იმიტომ რომ აი ძალიან საინტერესო იყო. თქვენთან ურთიერთობა, თქვენთან მუშაობა და თავიდან ისეთი შეშინებული ვიყავი და თქვენი გვერდში დგომა რო ვიგრძენი, აი არ ვიცი. უღრმესი მადლობა. მე კი დამეხმარეთ ახლა და კარგად ამიხსენით ყველაფერი, მაგრამ აი უცხო ადამიანს რომ მოუნდეს ეს ყველაფერი, თქვენთან ხდება თუ არა? კი ბატონო, 14 წლიდან მიღებს ბავშვებს. ანუ შეიძლება რომ ბავშვები ჩვეულებრივად იწერება ჯგუფში და კვირაში 20 ჯერ მეცადინეები გოგოჩნია როგორც ასეთი ჩვენი ვაზნებით, ჩვენი თოფით და ჩვენი ყველაფრით. და სწავლების საბავში რწმუნები ყავს არჩეულებრივი, კაი ადამიანი და აღზრდა და ყველაფერი. და მოყვარულებსაც შეუძლიათ. თავისთავად, ნებისმიერ შეუძლია ამობრძანა. აი ეხლა დავაკვირდი, რომ წეღარო შემოვედი, ყველა სროლაზე ვტუნავდი. ეხლა უკვე რაღაცა ხო, ეხლა უკვე რაღაცნაირად აღარ მაქვს რეაქცია. კი ბატონო. ვარჯიშობენ ბიჭები. ხო და აი ნახეთ, როგორ უნდა ისროლო პროფესიონალმა და არა ჩემნაირად. ოპა. მეგობრებო, მივიღე ახალი გამოწვევა. მართალია იგივე სფეროა, მაგრამ იქ არის ტყვიით სროლა. შენგან არა, აქ ისეთ ნიჭიერი ვიყავი. ეხა ტყვიით სროლა. ნინო სალუქვაძის ვერ დავიმახსოვრე.
კლუბში უნდა მივიდეთ მოკლედ და უნდა იქაც ვცადო ბედი და ვისროლო და ძალიან საინტერესო იქნება მე მგონი ეგეც და მოვგანდი და იქაც გასწავლეთ უკვე იარაღი და იარაღი. იარაღი. ხო და ეხლა რაც თავარია გამოიწერეთ ჩვენი არხი დაგოლაიქეთ და კომენტარის დაგვიწერეთ რა თუ მოგწონთ იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან საჭიროა და ძალიან დიდი სტიმული იქნება თუ გამოიწერთ ჩვენ არხს რომ გავაგრძელოთ სამომავლოდ კიდე სხვადასხვა ბევრი საინტერესო რაღაცები ვცადოთ მადლობას გიხდით და გემში დავებით დაი აა უყურებ როგორ უნდა